მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს მაყურებელს ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა. აი აქ არის ლინკი, სადაც შეგიძლიათ გადმოხვიდეთ, გამოგვიწეროთ, გააქტიუროთ ზარის ღილაკი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენმა მაყურებელმა გამოიწეროს ჩვენი არხი. დღეს სტუმრად ყავს ლაშა ფარულავა და საკმაოდ ისეთი საინტერესო საუბარი მოგვიწევს. საინტერესო რა პრინციპში ანონსში უკვე ქონდა და ვთქვით, რომ რაღაცა ქურდულ ქუჩური ბაზარი. Ცოტა ალბათ გაუკვირდება ადამიანს ან რა ქურდული, რა ქუჩური, ან რა ბაზარი. თან აგერ ნარდი გვაქვს, რომ უნდა ვიყომაროთ და ამ ყომარში მინდა რომ გარემო შეიქმნას ისეთი, სადაც ანუ ადამიანების რაღაცა ჯგუფი, დიდი ნაწილი ყოველდღიურად გამოდის, რაღაცა ბირჟაზე ჩამოსხდებიან, რაღაცას განიხილავენ და აი ესე მინდა რომ განვიხილოთ თემა, რომელიც ეხება ქურდებს კი არა პრინციპში, აი ტელევიზიით რო ეძახიან ხოლმე ქურდებიო და რეალობაში რო სხვა ხალხია რა და რა ქურდები ახლა პოლიტიკაში არიან და ქუჩაში აღარ დარჩა ქურდის ადგილი აღარ დარჩა ყველაფერში აი განვიხილოთ რა და აი ამ ყომარში და ბაზარში მინდა ვისაუბროთ როგორ არის რუსული პარტია და კრიმინალური სამყარო რაღაცა ძალიან ისეთი ჰიბრიდული ის რო გამოიყვანეს არ ვიცი ქურდულ კრიმინალურ ბოდიშიდან ასეთკურ რაღაცა და რაღაცა გამოიყვანეს და იმ ფაქტობრივად ერთად მართავენ იმას აქვეა პირველ რიგში მოგესალმები ძალიან საინტერესოა მე უყურე რამოდენიმე გადაცემას და წარმატებას გისურვებ იმიტომ რომ ესეთი კონტენტი ახლა გაჩნდა ველზე სადაც საუბრობ აბსოლუტურად თავისუფლად არაფერი ჩვენ წინასწარ გეგმახეთ თუ არ ჩამოვიყალიბებია ხო უბრალოდ ეხლა რა მაინტერესებდა წითელი აურჩიოთ თუ ლურჯი ეგ არის წითელი და ლურჯია სპეციალურად ხორში არჩი ხო ანუ ძალიან ძიმე რეალობაში გვიწევს რეალურად ცხოვრება 13 წელია ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და მთავარი შეკითხვა ჩდება ვინ არის ქართული ოცნების ელიტა ხო აი 13 წელია ხელისუფლებაშია და შექმნა თუ არა ელიტა და ვინ არის ჯგუფი რომელსაც ეყრდნობა ქართული ოცნება ეს არის მთავარი შეკითხვა რა კამანდა დარჩა იმათ რა ქვია მხარდამჭერად ვინ დარასკლად დასასტავია რა ვინ დარასკლად და ქართულ ოცნებასთან ეს არის თაღლითები კრიმინალები მომპარავები ქურდები კრიმინალური საზოგადოება რომელსაც აქვს სოციალური კონტრაქტი ხო ერთი რამე გავყოთ ქართულ ოცნებას ეს კარგია რომ კრიმინალები თაღლითები ოკეი ოღონდ ეს ქურდებზე ცალკე ვილაპარაკოთ კიდე ქურდი მომპარავი ქურდი სხვა არა და ეგენი რომ რაღაცა ქურდულ მენტალობას ეძახიან ეგ კიდე სხვა არა და ეგ უნდა განვიხილოთ მოდ გააგორიჯერდა და გააგრძელო იაკი ფიწყებ არ არის კარგი დაწყება იაკი ხო და რა მინდა რომ თქვა ამ საზოგადოებას აქვს ქართულ ოცნებასთან აქვს ქართულ ოცნებასთან სოციალური კონტრაქტი ხო შაშიბეში და ეს სოციალური კონტრაქტი ეფუძნება კონკრეტულ მოთხოვნებს პირველ რიგში ეს არის არჩევნები და მეორე რიგში არის ეკონომიკა ანუ ბაზარი რომელიც უნდა გადაინაწილო პირველი ეხება კონკრეტულად ნაცებს და მათთვის ნაცი არის წესიერი პატიოსანი მშრომელი კეთილსინდისიერი საზოგადოებრივი გაერთიანება რომელიც არ უნდა მოუშვან ხელისუფლებაში იმიტომ რომ თვითონ არიან კრიმინალები ანუ კრიმინალურად აზროვნებენ აბა როცა ბიუჯეტს იპარავ როცა ნებართვას იმით წყალობით იღებ რომ ხარ ქართულ ოცნებასთან დალაგებული და შემდეგ ქართული ოცნება გავალებს რომ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე ჯგუფი ყავდეს და ამ ჯგუფით მოახდინო იქ რაღაცა ამინდის შექმნა მათ შორის თუ საჭიროა საარჩევნო კარუსელი დაატრიალო ხო აი ეს არის რეალურად პრინციპი ხელშეკრულების რომ პირველი არჩევნები მოვიგოთ და კეთილსინდისიერი პატიოსანი ადამიანები არ მოუშვათ ხელისუფლებაში იმიტომ რომ პირველ რიგში ვისაც შეექმნება პრობლემა კრიმინალური საზოგადოება და მეორეს მხრივ მოდი ძმაო გადავინაწილოთ ეკონომიკა რა გააგოროთ ან ითამაში კაცო დუბარა ხო და ნახე აქ თავარი თემა ძირითადში ჩვენ რაც გვეხება და ქართულ საზოგადოებას რაც ეხება არის არჩევნები. ხო. არჩევნები ხშირად ჩვენ საუბრობთ მოამზადოთ დამკვირვებლები, მოამზადოთ ჯგუფები, რომლებიც დაიცავენ საარჩევნო ხმებს, თუმცა არჩევნებზე მივდივართ და იქ აბსოლუტურად სხვა რეალობა ხდება. ანუ სამართლებრივი წესრიგი იქ აღარ არის. სამართლებრივი სისტემა იქ არ მუშაობს. რატო არ მუშაობს? იმიტომ რომ
ეს დაჯგუფება, კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც სარგებლობს ტენდერებით, მათ შორის აქ წიაღისეულის ნებართვები, აი გადავხედოთ ვიზე გაიცა წიაღისეულის მოპოვებაზე ნებართვები. აბსოლუტურად ყველა არის კრიმინალური დაჯგუფება. და ეს ქურდულ სამყაროსთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის ჯგუფი, რომელიც არის ძალაუფლებასთან ლოიალო. მოიცა სანამ გააგორებ რა, ქურდული სამყაროს მე აგერ кейსებზე მინდა ნახე, რაზე მინდა რომ ვიბაზროთ. ეხლა თავარი ამბავი რა არის. მაგალითად გურიაში რა საარჩევნოდ ტიპს ყავდა პროკურორი მოკლული რა. პროკურორი მოკლა ტიპმა. გამოიყვანა ქართულ მოუცნებამ ციხიდან და ჩიგოგიძესთან ერთად დადიოდა საარჩევნო კამპანიაში. ეხლა მომისმინე, მარტივი შეკითხვა მაქვს შენთან რა. აი რა ვიცი, როგორც პოლიტიკოსთან არ მაქვს ეს შეკითხვა შენთან. აი ჩვეულებრივი თბილისელი კაცი ხარ, საარჩევნოდ შენ რატო დაგიძახე, მათ შორის საარჩევნოდ სადამკვირვებლო 20-20 ქონდა და ზუსტად იცი საარჩევნობებზე რა ხდება ხოლმე რა. ეს ტიპი რომელმაც პროკურორი მოკლა ძველ ბიჭობს ბჭყალებში ტიპობს რაღაცა რომ ვითომ რაღაცა ქურდულ სამყაროს წარმოადგენს ამასობაში საარჩევნო კამპანიაში პლაკატებით ქოცების მაისურებით რაღაცა სიებით დარბოდა და ფოტოებშიც პოზირებდა კაცო ჩიგოგიძესთან ერთად და ანუ ეგეთ კაცს რა ქვია ანუ ეგეთი ბაზარი მაინტერესებს მართლა რა ანუ ეგ ვინ არის ეგ ტიპი პროკურორი მოკლა მერე გარიგდა ხელისუფლებასთან გამოვიდა და ვითომ რაღაცა ავტორიტეტი აქვს და დადის ქოცების სიით რა ქვია მაკაცა ეგ არის მაკაც ქვია ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილი ხო ბიძინა ივანიშვილი ასე უყურებს ლევან ამ ყველაფერს და სად ისწავლა ეს ყველაფერი ხო ეს არის რუსული საარჩევნო ტექნოლოგია როდესაც შენ გაქვს ქსელი ეს ქსელი როგორ უნდა შექმნა ხო აი ესეთი ბანდიტური ჯგუფები უნდა ყავდეს, რომელიც მორალისგან, ღირსებისგან არის დაცლილი. ქურდულისგან. მხოლოდ აინტერესებს ძალაუფლება, მხოლოდ აინტერესებს ძალაუფლებასთან იყოს დალაგებული, დარასკლადებული და ამას დაარქვა მათ შორის გიორგი გახარიამ ქართულ ჯიგრულ პონჩი ურთიერთობები. ხო, კი. ანუ აქ არ არის პატრიოტიზმზე ლაპარაკი, ღირსებაზე ლაპარაკი, ხა 90-იანი წლები ჩვენ გაგვივლია რა. და მე მახსოვს ბანდიტური და განგსტერული საქართველო. სადაც უამრავი პრობლემა იყო. გვახსოვს, ხო? მათ შორის მე ვაკეში დავიბადე, გავიზარდე და რამოდენიმე სხვადასხვა დაჯგუფება იყო, თუმცა იყო რაღაცა გარკვეულწილად ხაზი, რომელსაც ყველა იცავდა. ეს ხაზი, აი წითელი ხაზი, რომელსაც არავინ არ გადასცდებოდა ხოლმე და ძირითად შემთხვევაში თუ მოსალაპარაკებელი იყო შესარიგებელი იყო ჯგუფები აი ამ წითელი ხაზიდან გამომდინარე ხდებოდა ურთიერთობების ნორმალიზება ხდებოდა ქურდებთან ქურდები ჩვეულებრივად განაგებდნენ ტერიტორიებს გეოგრაფიულად იყო დაყოფილი მაგრამ ხშირ შემთხვევაში 90-იან წლებში ბანდიტური დაჯგუფებებიც იყო ვაკეში, ვერაზე, საბურთალოზე, რომლებიც აი ამ ქურდულ წესებსაც პატივს არცემდნენ. ანუ ღირსება, რაღაცა კონკრეტული ეს ხაზები მათთვის მნიშვნელოვანი არ იყო. და ხშირ შემთხვევაში ეს დაპირისპირებები გადაზრდილა მკვლელობებში. და ჩვენ გვინახავს ეს მკვლელობები. ეხლა რა რეალობა გვაქვს? აი ეს წითელი ხაზები არის მოშლილი, არის ბიძინა ივანიშვილის სისტემა, რუსული სისტემა, ლაგდები ბიძინასთან, ლაგდები ქართულ ოცნებასთან. რა რუსული, სუფთა ქართული სისტემა აწყეს კაცო, ანუ ჭყალებში რა. მომისმინე ლაშა, მე ეხა ესე ვინც ნარს თამაშობს დააგორებს რა. იმას რეუნები რუსული სისტემა თუ ჩემი ძმა ხარ, მე კონკრეტულ რაღაცებზე დუშაში. მალადეც ხო, ანუ ვერა. უყურე ნახე მე რა მინდა რომ თქვა რა, რომ აი ეს ტიპი თქო რა, ესე ტიპებს ანუ სახელი დავარქვათ პირდაპირ არ გვინდა ეს პოლიტიკური წიაღისვლები პირობითად არ გადავიდეთ იმის იქით არ წავიდეთ რა ვიბაზროთ იმაზე ესენი რა ხალხია ძმაო შეხო გინახავს საარჩევნოებაზე მეორე ამბავს გეტყვი აი ხო გითხარ ეს პროკურორის თემა რა მარტივ რაღაცას ვკითხულობ გაგიგია თუ არა რომ უბნებში სოფლებში რაიონებში არჩევნების წინ ტიპი ქართული ოცნების კოორდინატორი ან მაჟორიტარი დეპუტატი ან რწმუნებული მიდის ეგრეთ წოდებულ ცოტა ოდნა მოძველ ბიჭო ტიპთან აი მაგ ტიპებს უნდა დავარქვათ სახელი ტელევიზიით როცა ვეძახით ხოლმე რომ ქურდები და კრიმინალები მაგათ უხარია ხო და 90-იან წლებში ლევან მაგათ ბეჭებში გაიმართებია და ბოდიში მაყურებელთან ბოზებს ეძახთ ხო და მაგას ვიძახი კაცო მაშინ აი წითელი ხაზები მომისმინე ეგ მინდა რა რომ ეგ უნდა ვიბაზროთ და ეხა კომენტარებში ნახე ეგეთი ხა კომენტარებში ხო ეგეთი ტიპები არიან ხო შემოვლენ აუ ნაციონალი ხარ ძმაო და რაღაც ჯერ
ჯერ ბიჭო ეს ინტერნეტის ფული არ აქვს, მეზობლის Wi-Fi აქვს მოპარული ტიპს და კომენტარს გიწერს, აუ შენ ძმაო რაღაცა და გაუბედურებულია თავისი ცხოვრებით. მაგას რომ დაუძახებ რომ კრიმინალი ხარ და ქურდი უხარია. კრიმინალი ვარ, ქურდი ვარ, ძმაო, რა ქურდული ცხოვრება გეუბნები. სტატუსია. ბიჭო, ხო და ჩვენ მანდ ვწდებით, როცა ეგე ტიპებს ვეძახით რომ კრიმინალები და ქურდები. რა კრიმინალი? აი ჩვეულებრივად რუსთავის ხო, აგე კარგად ესმის იმას და ქვია, ბაბუნ, რუსთავში რო ძეგლი იყო, ხო იცი? რისი ძეგლი გააკეთეს, ხო გახსოვს? ეგ სხვათა შორის მინდა იმას თქო ჩვენებს, რომ ეგ ძეგლის, ეგ რუსთავის ის ფოტო აჩვენონ. ეგენი არიან ეგენი რა. ანუ ეგენი არიან, მიხვდი? ანუ აქ რო ეს ტიპები სიები და სიას რომ მოდის კოორდინატორი და გეუნება. რომ გამიკეთეს სია და გამოუშვებ პატიმარ კაცს. შენ რომ მაგაზე თავს ლეონ კონკრეტულ მაგალითს რა. მე მაინც მთელი ჩემი ცხოვრება პატივს ვცემ სამართლებრივ სისტემას რა და აი აბსოლუტურად მეზიზღება ეს ქურდული სამყარო, კრიმინალები, ეს დაჯგუფება და ასე შემდეგ. მაგრამ ნახე რა არის საერთოდ ამ ხალხს შეხება არ აქვს კრიმინალთან იმ გაგებით რა გაგებაც არსებობდა 90-იან წლებში. ხო. მაშინ ამ ხალხს ეძახდნენ ზუსტად ბოზებს, გაბოზებულ ხალხს, დღეს არიან ჩვეულებრივი ქართული ოცნების ნაწილი და ელიტა. ქართული ოცნების ელიტა. და რატო არის ელიტა? საბოლოო ჯამში წინა ხელისუფლება მაგალითად ეყრდნობოდა პატიოსან ადამიანს, პატიოსან პოლიციელს და იცავდა წესრიგს. დღეს არის უწესრიგობა და მთავარი უწესრიგობის რგოლი, მთავარი ელემენტი არის ეს ჯგუფი. ელემენტები, აი, რო გამოვლენ და ქალებს რო შეურაცხყოფას აყენებენ, ჟურნალისტებს რო შეურაცხყოფას აყენებენ. აი, მაგალითად 2020 წელს, 2020 წლის შემდეგ გოგაშვილი რო ესე რო თქვათ დაუპირისპირდა ქართულ ოცნებას და გამოიტანა მასალები, მე ეს მასალები აბსოლუტურად ყველა ის მნიშვნელოვანი პუნქტი წაკითხული მაქვს, რას ეხებოდა რა. ეს იყო ორგანიზებული მართვა ამ ჯგუფების. მათ შორის ვინები იყვნენ პენიტენციურ ციხეებში, პენიტენციურ სისტემაში ვინ იყო, მაგალითად რომელ ციხეში რუსთავი, ქსანი, გლდანი, ეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ მომზადებული. ხო, მომზადებული. წინასწარ ჰქონდათ და რას აკეთებდნენ რა? მიდიოდნენ ოჯახებთან, ისევ ეს დაჯგუფების, აი ვითომ ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭები და ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ აი ძმაო, თქვენს ახლობელს ციხეში რო არის, საარჩევნოდ გამოუშვებ და ჩვენთან ერთად ირბინოს რა. ხო. ჩვენთან ერთად ირბინოს. და ეს ყველაფერი ხო როგორ დაიწყო, ხო? თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში და დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდა, წილს არ უყოფდა. კრიმინალს ინარჩუნებდა მდგომარეობას, რუსებმა დაავალეს შკრილნიკოვების ჩახალიანების გაშვება და აი მაგალითად ერთი კონკრეტული მაგალითი რა, შოთა აფხაიძე გამოუშვეს როგორც პოლიტიკური პატიმარი. ვინ არის შოთა აფხაიძე? კაცი, რომელიც საქართველოს ომს აბრალებს, მისი გაკეთებულია განცხადება, რომ თითქოს მძინარე ცხინვალს ქართული ხარი ბომბავდა და ეს ადამიანი ჩვეულებრივი რუსეთის აგენტი გაუშვეს როგორც პოლიტიკური პატიმარი და არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმრები გაუშვეს, მათ შორის კარი გაუღეს კრიმინალს, ძიმე დამნაშავეებს, მათ შორის ისეთი ტიპის დანაშაულებზე იყო ლაპარაკი, რომ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პოლიციელების შერწყვა და საჯარო განცხადება გააკეთა, რომ ეს ფორმა, რა ფორმითაც ახლა ჩვენ ამინისტიას ვაპირებთ, არის დიდი პრობლემა სახელმწიფოს. აი, მან ერთი რამე მინდა შეგახსენო, სწორ საუბრობ, ოღონდ ნახე, ჩვენ მაყურებელი ვინც უყურებს ახლა, რომ ანუ რომ არ გაეძღაბნოს რაზე ვლაპარაკობთ რა. ამინისტია ჰუმანური აქტია, გასაგებია, ოღონდ შენ რასაც საუბრობ, მაშინ ამინისტია, ანუ ამათმა ვინ გამოუშვეს, პოლიციელების მკვლელები გამოუშვეს, პროკურორების მკვლელები გამოუშვეს, ადამიანის მწამებლები, აი გაუნახევრეს, მათ შორის სასჯელი გაუნახევრეს. ხო, ანუ ჩამოაკლეს წლები ზოგს მოუწია პირდაპირ გამოსვლა მკვლელს პირობითად, ვიღაცას მოუწია შემსუბუქება. თან აი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები რომ ჩაიდინეს, ესეთი ადამიანები გამოუშვეს. ანუ ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ვიღაცას მაგალითად პირობითად ვამბობ, რაღაც 1 წელი მოაკლეს და 2 წელი და რაღაც პატარა დანაშაულზე რა. ზუსტად მანდ ვარ ლევან, რომ არა მხოლოდ გამოუშვეს ძიმე დანაშაულზე ვინც იჯდა იმას სასჯელი შეუმცირეს და უკვე 2016-17-18 წლებში
უკვე პრობლემა აქვს რა, არც ერთი დაპირება რო არ შეუსრულებია, ამ ქსელს ეყრდნობა, გადანაწილებული აქვს საარჩევნო უბნების მიხედვით, ეს ტიპები უკვე რო გარეთ გამოვიდნენ, გაუშვეს რომ მიდი ძმაო, ეხა დაალაგე, ის დააშინე, ის მოისყიდე, იმას დაელაპარაკე, რომ ჩვენი ძალაუფლება შევინარჩუნოთ და სანაცვლოდ რას მიიღებს, სიკეთეს. გინდა სამარშრუტო ხაზის ის კონდეს, ნებართვა? რა პრობლემაა? დუშეთი თბილისი, შენია ძმაო ეგ ხაზი. შემოსავალი გააქვს. ანუ ეს არის მართლობის ფორმა, რომელიც აერჩია ივანიშვილმა რა. და ეს მართლობის ფორმა არა საზოგადოებრივ სიკეთეს ეფუძნება, რომ წესრიგი იყოს ქვეყანაში და მათ შორის ბიზნესი კარგად გრძნობდეს თავს. ეს ბანდიტები ფლობენ ამ ეკონომიკურ სარგებელს და ბიზნესს. ხო, ბანდიტებიც მაგათთვის მე ხამუშობ ეს ბანდიტი, კრიმინალი, ქურდი. სულ მინდა რომ მაგათ დაუძახოთ ხოლმე ნასეტკები რა და იდეაში მოდი ვთქვათ რომ აი ეს მოძველ ბიჭო, კაი ბიჭი პირობითად ქურდული მენტალობის, მაგათ ხო თავისი გაგება აქვს, ანუ მაგათ აქვს თავისი გაგება, თავისი ხედვები, რაღაცა ცხოვრებისეული ჩამოყალიბებული, რა ვიცი, რაღაცას მისდევენ, ხო? იმ წესებში საარჩევნო უბანზე ყოფნა, ხელისუფლების ხარდაჭერა, სიებით სირბილი, ნასეტკობა, ანუ ეგ არის ხო და ნახე ლევან და მეტიც მე მგონია რომ უკანასკნელი განეცები რო არიან, იმათ უშვებენ საარჩევნო უბანზე, ანუ ის ტიპები, ვინც საარჩევნო უბანზე მობილიზებას უკეთებს და ჩვენ ვამბობთ რომ კრიმინალებია, რა კრიმინალები არიან, მე მინდა რომ ლენე თხოვნა მაგ რომ ეხლა რა კადრები გაუშვათ, იცი? საარჩევნო უბანზე რაღაცა თან პირბადე რო უკეთია ვითომ რომ იმალება და ეხლა ბოლო 2024 საარჩევნებში სამეგრელოშიც იყო ანა წეთლიძეს დაესწრენ თავს, აქ ისანში იყო ჩვენთან ხო და დარბოდნენ ეს კადრები მინდა რომ ამოვიღოთ უბრალოდ ვაჩვეო თან რო კაცობენ ტიპობენ რა რომ აუ ბიჭო რაღაც თან ამას აკეთებენ პოლიცია რა თქი ბოზებიო ხო ბოზები რა პოლიციის ნახე პოლიცია აძლევს ამის უფლებას რა ლევან და ნახე ვინც არის თანხმება და აქვს ეს სუბკულტურა რა გაგება ქურდული გაგება ვისაც აქვს და საბოლოო ჯამში მიხვდა რომ ეს ქართული ოცნება არა ნორმალური კეთილსინდისიერი და პატრიოტული ძალა არამედ მოღალატე ძალაა და ხვდება და უტყდება და მათ შორის არ იღებს მონაწილეობას ამ ქსელში და საარჩევნოდ არ ატერურებს ხალხს რა ხდება პოლიცია ამ ხალხით ინტერესდება და იჭერენ ამას. აი, ნახე რა მინდოდა მეთქვა ხა. აი სულ მინდოდა ხოლმე და გააგორე და თან გეტყვი რა. იაგანი, ითამაშე. ხო და ნახე, ისა რა ქვია, სულ ეგ სწორად მიხვედი რა, რომ ვინც მაგათკენ არ არის, ხო იმას ან დევნიან ქვეყნიდან პირობითად რო აქ არ იყოს, ან მეორე ყავთ ციხეში. ერთი კიდე რა კითხვა მაქვს, იცი? ანუ ეს ტიპები რა, ეხლა კადრში რო ლენემ გაუშვა რო რაღაცა ტიპები მორბიან და მასკი და ნაციონალები ძმაო და აი მე რის კულტივაციას აკეთებენ, იცი რომ თუ ოპოზიციონერი ხარ, აუ ბიჭო, ჩემი ვისკენ ხარ, ძმაო, რაღაცას გეუნება, დამასრულებინე ვიღააუ, რაღა ვისკენ ახარ და ამ დროს ტიპი არის სისტემის მხარეს, რეჟიმის მხარეს, ხელისუფლების, ანუ პოლიციის მხარეს და პოლიციის ზურგს უკრიდა გეუნება რომ შენ ბიჭო ნაცების დროს იჭერდნენ. ერთი კითხვა მაქვს მართლა, აი მაყურებელი ცოტა ვიღაცა რო გვიყურებს და ვიღაცას ხო რაღაცა ბიჭური და რაღაც აინტერესებს ეს. ნუ არის ეს ხალხი ხო? čo მაინტერესებს რა ეს ტიპები რო გარეთ არიან და ესე ბლატაობენ საარჩევნო უბანზე. მოიცა, კაი ბიჭები და ქურდები დღეს ციხეში არ სხედან? ანუ თუ თავარი მან რა არის, ანუ მაგათი მუღამი რა არის, რომ ჩვენ ვიყოთ ძმაო თავისუფლება და დანარჩენი ჭირსაც წაუღია? ანუ რისი ახსნა მინდა კიდე აი სულ მინდა რომ ეს გადაცემა მაგას მიუძღვნათ, რომ ეგენი მაგათ არ დაუძახოთ რა, ქურდული მენტალობა, კრიმინალი, არიციან ბიჭო მაგათმა ქურდული რო იცოდენ და კაი ბიჭური რო იცოდენ, საარჩევნო უბანზე ბეიჯით კი არ მოგივარდება და ხელისო სუსის და პოლიციის იმედი რო აქვს, იქიდან რო გეჭხუბება ამბავი და თან მაგარი გითხრა კაცო, მე ჩვენ გვიჭერენ ძმაო. ანუ ოპოზიციონერი ტიპი თავს ვიცავ და მე დამიძახებენ პოლიციაში და მაგას პოლიცია კორდონით გააცილებს. და მაგას რა ქვია გაიმეორე კიდე თუ კიდე ლენე გათმოადე ის კადრი რა ქვია რო იძახის. ხო და ნახე ეგ არის ნაცების დროს ჩაოლებრივი კონფიდენტები ან დანოშჩიკები იყვნენ რა დანოსები ანუ ნახე ბაბულა ძალიან ესე ხა რო იდგა
ერთი მინიმუმ დანოშიკი იყო, ანუ კონფიდენტი იყო პოლიციის მიერ გადაბირებული, ვისაც უბნის ამბები მიქონდა. აი ნახე ბაბუნა გამოცდილი კაცია პოლიციელი იყო. მართლა. ტიპები აქციეთ, აი აქციას მაგ ტიპებად. ეხლა დამკვირვებლები არის, კაცო. აი, sorry. დამკვირვებლები და ერთი ამბავი მინდა გავიხსენ რა. ქუჩაში ისე ვიბლატაო და დანოსები არ მიყოდეს, ოღონდ არჩევნებზე ყველაფერს ხო და ერთ ამბავს გავიხსენ. ბაბუნა ხედავ რა კაი რაღაცას ყვება, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს ტიპებიო დანოშიკები იყვნენო რა. ანუ გაფორმებული სამი კაცი რო იდგა ბირჟაზე, ერთს მიკოდა ინფორმაცია რა. ხო და ეხლა გავიხსენებ ერთ ისტორიას. მალადეც მო. ერთ ისტორიას გავიხსენებ რა, აი რადგანაც შევეხეთ ისეთ აი უბრალოდ რო ღირსება გააჩნია და რო აუხსნი უტყდება ძმაო რა, ქოცობა რო უტყდება. ამის ერთი მაგალითი მინდა მოვყვე. ხო. მარნეულის საარჩევნო ოლქში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. მოხდა ესეთი რამ, რომ რადგანაც ეთნიკური იყო ეს უბანი და თან სულ ოპოზიცია ამ უბანზე იმარჯვებდა. ხო. ამ უბანზე სულ იმარჯვებდა ოპოზიცია, ქართულმა ოცნებამ გააძლიერა კრიმინალებით ეს უბანი რა. და რას შვებოდნენ, ერთი ჯგუფი გარეთ იყო, მეორე ჯგუფი შიგნით იყო და კონტაქტი ჰქონდათ. ორკესტრირებულად აკეთებდნენ იმას, რომ ვინც მოვიდოდა უბანზე და ალბათ ყველა მიცის, რომ ეთნიკურ უბნებზე ძირითად შემთხვევაში მამაკაცები იღებენ გადაწყვეტილებას და ეუბნებიან თავიანთ მეუღლეებს, რომ აი ეს უნდა შემოხაზო. იყო კომუნიკაციის პრობლემა. და რა გააკეთეს ქოცებმა იქ რა, აი ამ ეგრეთ წოდებულმა ბოზებმა. გააკეთეს ესეთი რამ. შევიდნენ კაბინაში და იქ ჩამოწერილი იყო საარჩევნო სუბიექტები ნომრების მიხედვით და შემოხაზეს 41. და იმათ ეუბნებოდნენ ციფრს დაუხატეს, რომ შეხვალ აქ უნდა შემოხაზო 41. და დაიწყო ეს მისვლა არჩევნებზე რა, დააყენეს რიგები და ამ დროს ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი, რომელიც იყო დამკვირვებელი იქ 20-20-ის შევიდა კომუნიკაციაში ამ ერთ-ერთ ეგრეთ წოდებულ დამკვირვებელთან და ეუბნება, რომ ძმაო, აგერ ომს საქართველოს აბრალებენ. რამე აი ამდენი ხანია ქვეყანას მართვენ, რამე თუ გაგიკეთეს. და ნუ აი ეს აგიტაცია რა, ანუ კონკრეტული ამბებზე რო წავიდა საუბარი, შენ რა გაგიკეთეს ძმაო და რო აღარ დარჩა არგუმენტი და მაშინ კოვიდი იყო მთავარი პრობლემა და კოვიდზე გახსოვს რა ხდებოდა რომ ვერ გახვიდოდი და მანქანაში არ გსვავდნენ და თუ იმეს ჩაიჯენდი ჯარიმა მოგდიოდა და ეს ის პერიოდია და ეს ტიპი აღმოჩნდა დაჯარიმებული მარჩხოს ხოცების მიერ და ელოდებოდა რომ ამ ჯარიმას მაინც გამეუქმებენ. ხო და აი ამან რო ესაუბრა რომ აი ეს არის პრობლემები რო გააცნო ეს ტიპი მიხვდა რომ ბიჭო არაო ესენიო გასაშვებები არიან და შევიდა კაბინაში გადახაზა 41 და შემოხაზა 5-იან და ვიგებთ რომ აქო ბიჭო ნაცებმა მოიგეს არჩევნებიო მე ყველა ამბობდა რა ზოგმა იმას დააბრალა ზოგმა ამას დააბრალა რეალურად ეს ტიპი რომელიც იყო იქ თავარი ტიპი საარჩევნო უბანზე იმან გადაწყვიტა არჩევნების ბედი უბრალოდ იქ ერთმა კარგმა ადამიანმა დაარწმუნა რომ ძმაო ტეხავს ქოცობა არგუმენტები უთხრა რატო ტეხავს ქოცობა და ეს ტიპი მიხვდა რომ ვა მე არასწორ საქმეს ვაკეთებ და ეს ხა ხო და მე რა მოხდა 2021 წელს ისე 20-20-ის ფარგლებში ეს ტიპი მივავლინეთ ისე ვიქ საარჩევნო უბანზე და რა აღმოჩნდა დაუჭერიათ ეს კაცი ეს ტიპი აბა რა სიზამდე ხო და აი ნახე ყველაფერს იყენებს, ანუ პოლიციური სისტემა რა არის ლეონ? იყენებს იმისთვის, რომ მისი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება. ხო. ძალაუფლებას ინარჩუნებს ქსელით. ხო, ბიჭო. პოლიტიკის ნაწილი. აი, მანდ ერთი ისა მაქვს რა, ერთი რაღაც უნდა გააგორე მიდი. ძალიან უბედურ დღეში ხარ ამასობაში, კაცო, მიაქციე თამაშს ყურადღება, თორე აგებ. არა უშ. ძალიან ხე ისეც ხوار გეთამაშები რაღაცა ჩასაბარებელი. ხო და უყურე, ნახე ერთი ანუ იმათი არგუმენტი რა არის? ეს აი ბიჭობა რაღაცა ბლატატა რაღაც სისულელები ხო არიან ხოლმე რომ ჩვენ ძმა ქართველები რაღაცა ბიჭობა და ანუ მართლა წეღან დასახელს დაარქვი ეგ არის მაგათი საქმე. აი რა მინდა რომ თქვა იცი რომ აი წინა ხელისუფლებას რა მაგალითად რა ხო მომისმენია რა აუ ბიჭო წინა ხელისუფლების დროს იმაზე დაგვსდევდნენ ამაზე გვიჭერდნენ და ამა დროს მაო ეხა თავისუფლად ბიჭო მაგდენსაც ხო უნდა მივხვდე რომ თუ ვიღაცა ნუ გავიგე რომ ვიღაცამ გადაამეტა რაღაცა ცუდი გააკეთა ნუ ოკეი კი ბატონო მაგრამ აი შინაარსობრივად ხო შეიძლება რომ შენ მივხვდე რომ შე დეგენერატო შენ
წინა ხელისუფლება თუ იჩხერდი პირობითად, თუ აშავებდი, თუ რაღაცა საფუჭებდა ბჭყალებში გდევნიდა რა. რატო გდევნიდა, რომ არ ჩამპალიყავი, არ მომკვდარიყავი, შენი ოჯახი არ გაგეუბედურებინა. მეორე ირგვლივ რა. რატო შეიძლება გარეთ გამოსვლა და იმ ხელისუფლებას რო ქონდა მაგალითად რომ ის რაღაცა მძიმე ხელით იყო. რატო იყო რომ იქ ვიღაცას კიდე შენ მეორე არ გახვიო ამ პრობლემაში და ეს არ გადამდები არ გახდეს რა. ის ხო შენთვის გეუნებოდა რომ შენ არ იყო კრიმინალი ბიჭო, შენ არ წახვიდე ციხეში, შენ არ დალპე წამალში და ეს ქართული ოცნება რას ეუბნება? აი ელემენტარ ესენი ნეტა 1-20 წამი დააფიქრა ბიჭო. ქართული ოცნება რას ეუბნება? მოწიე, გაიკეთე, გაუბედურდი, მოკალი, დაჩეხე, რავი მე და რატო აკეთებს ამას? მეც გადადე, მეზობა ერთი ხარ, გააბევრე 5-ნი გახდით, 20-ნი გახდით, ბევრნი მიდი, პრობლემა არ არის და მე ესენი ყველა გაუბედურებულები, რაღაცა წამალში, მთელი დღე თამაში, რაღაცა რო იქ წააგო, იქ გაიკეთა, რაღაცა უბედურება მოწია, რომელიც მე რა ვიცი, რაღაცა წავიდა, გადახტა, თავი მოიკლა და მე ქოცის ამოცანა რა არის? მე მოვა არჩევნებს და გინდა რომ არ დაგიჭირო ძმა, დავაი ხა სიებით ირბინე. შენი ძმაკაცი რო დავიჭირეთ, 20-დან 1 ხო დაიჭირეს ვიღაცა, 20-დან 1 ხო დაიჭირეს და მიდი კაცო მაგას გამოუშვებ, აგერი 5 წელი აქვს, მაგრამ რა გინდა 3 თვეში ძმაო გარეთ გეყოლება. ბიჭო, ეს ტიპები ხო ამათ აუბედურებენ და ესენი დგანან, რომ გაუბედურდნენ, რიგში დგანან, ბიჭო, საარჩევნო უბანზე ბეიჯი დგანან, რომ თავის გაუბედურებას, საკუთარი ოჯახების გაუბედურებას იცავენ კბილებით რა. აი, სრული კატასტროფა არ არის? არა მხოლოდ კატასტროფა, ეს არის ხო შეიძლება დაფიქრდი რა, ბიჭო რა. ეროვნულ დონეზე გვაქვს პრობლემა, დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს. იმიტომ რომ ლენე რას გადამინათი აკაურობა ქვეყანაში ერთადერთად ის დაამატე რომ ეს არასრულწლოვანი ჯგუფები რო არიან ზუსტად ეგ ტიპები იმაშებია რა ქუჩაში რა აი მართლაც მართავენ ეგ მასტები იმაშებია რომ აძლევენ ინფორმაციას რომ თქვენ არაფერი მოგივათ მიდი ითრევენ მოიპარე თაობას ითრევენ აი ნახე კაი სორს აი კონკრეტული მაგალითი რა თურამია ჩვენ დაკრიშავ აგერავთ რა და თვითონაც ერთხელ რომ გააკეთებ ხო ნახე მიაჩვია ბავშვი ქურდობას მართლაც ისძახის ბიჭო 15-14 წლის ბავშვი მაღაზიაში შევარდება ის რა გაიზდება ნახე კადრებია რა კადრებია ტექნიკის მაღაზიას როგორ ძარცვავენ ხო სისტემატიურად რა თან ლაპარაკი არის iPhone-ზე და ისეთ ტექნიკაზეა ლაპარაკი მე ვერ ვყიდულობ და ვერ ვიყიდი დარწმუნებული ვარ მაღალ შემოსავლიანი უნდა იყო ადამიანი ეს ტექნიკა ქონდეს ამის რეალიზებაც ხო მარტივი არ არის ხო ისეთი კლიენტი ყიდიან და ფულშოულობენ და მე ვიართ ამათან ხო ანუ მიშვებული ყავთ რა ეს ჯგუფი მიშვებული ყავთ მაგრამ ეს ერთი ნაწილია და მეორე რაც არის უმძიმესი ამბავი რაც არის რეგიონებში ხო აი სამრეცხაოში თანამშრომელს ვეღარ იპოვი რომელიც ფხიზელია რატო იმიტომ რომ 30 ლარი ღირს სახუთი სახუთი ღირს 30 ლარი და ვის გამო აქვს ეს სახუთი როგორ გაჩნდა სადა აქვს ამ ხალხს ფული რომ კაი ეგრეთ წოდებული რაღაცა მაღალი დონის ნარკოტიკი მოიხმარო ლაპარაკი არის მეტადონის პროგრამაზე პოლიცია მიცის ვის გამო აქვს საკუთარი პირით ხო ეგრეა სწორია კაცო ეს წამალი და როგორ ამუშავებენ ანუ ყველა იციან ანუ სათითაოდ იციან სახელით და გვარით იციან მაგრამ არჩევნები რომ მოვა ამ ხალხს დაუძახებენ რომ აბა მიდით ბიჭებო ხა ხმები უნდა გააკეთონ და ესენი არიან აი ველურებივით ცხოველებივით უბანი რომ წააგონ ცხოვრებას კარგავენ იმიტომ რომ გაუბადურა ქართულმა ოცნებამ შესვა ნარკოტიკზე მათ შორის პოლიციამ ამ მეტადონის პროგრამით ქსელი ჩამოაყალიბა ქსელი რომელსაც არამხოლოდ საარჩევნოდ იყენებენ მათ შორის რაზშიც დაჭირდება და აი მაგალითად ეხლა არჩევნებზე რა ბოლო არჩევნებზე ხო ამათმა გააკეთეს ხმები და აი ძალიან ძნელია ლევან რომ საარჩევნო კარუსელში პოლიციას ვერ ჩართავ ხო გაგიბაზრდება რა ეხლა პოლიციელს სადღაც ვიღაცა იქნება სუსის ტიპსაც ვერ ჩასვავ ამ ქსელში იმიტომ რომ ესეც საბოლოო ჯამში ხელისუფლება შეიძლება ფიქრობს განათლება აქვს და ამ ინფორმაციას მე ვიღაცას გადასცემს. როგორი ტიპი გჭირდება რომ კარუსელი დაატრიალოს და შვიდუბანზე მივიდეს. აი ზუსტად ესეთი. 30 ლარიან ნარკოტიკზე რო ყავს დასმული და იმას შენს იქით რო გზა არ აქვს და ამ
რეალობით ცხოვრობს მთელი საქართველო. ამ რეალობაში აცხოვრებს ბიძინა ივანიშვილი. ეს სწორი ხარ აბსოლუტურად. მათ შორის ამათი ნაწილი, აი რომელი საზოგადოების ნაწილია ეს მეუღლეები იმის გამო კონფლიქტის გამო ბევრი სოციალური პრობლემების გამო წასულია საზღვარგარეთ ემიგრაციაში და იქიდან ფულს აგზავნის ეს აიღებს ძმაო ამ ფულს წავა ტოტალიზატორში მერე კაზინოში წააგებს და ბოლოს უნდა წავიდეს ისე 30 ლარიანი წამალი უნდა გაიკეთოს მაგრამ რო ეტყვის პროპაგანდა ძმაო ევროპა ცუდია ევროპა გვაპიდარასწებს ეს ტიპი მერე უბანზე დგას და ახალგაზრდებს ამით უჭედავს ტვინს. ხო, ისე მაგარი რაღაც ევროპა თურმე გვაპიდარასწებს, არადა ეს ადამიანი ზის ევროპაზე. იქიდან გამოგზავნილ ფულზე. და ამ ფულს თავის ოჯახის საკეთილდღეოდ კი არ იყენებს. ტოტალიზატორში მეაქვს ეს ფული და ვინ არის ტოტალიზატორის მაფიაში ჩართული? შინაგან საქმეთა მინისტრი ხო? გომელაური ბეთლეემში თავისი წილი. ანუ სქემა აქვს აწყობილი. ამ ხალხს ხო აუბედურებენ. თვითონ პოლიცია ხო სვავს ამ ნარკოტიკზე, იმიტომ რომ მიშვებული აქვს ეს ყველაფერი და ეს ხალხი ფულს რო უგზავნიან და მიდიან ტოტალიზატორში ისევ ბიძინა და მისი გარემოცვა მაგარი სწორი რაღაცა თქვა რა თავარი რაღაცას რაც ამბობ ისე სხვათა შორის რა ესეთ მნიშვნელოვან რამეს რასაც ამბობ რომ იქიდან არ წამოვალ სანამ არ იყავი ეს ესე იგი კრიმინალების რა ნასეტკების ოჯახის წევრების დიდი ნაწილი ცოლი დედა ძმა და ოჯახის წევრი შეიძლება მამა არის ემიგრაციაში ეს აქ არ მუშაობს იმიტომ რომ სისტემამ ჩაითრია ამ უბედურებაში ან რაღაცა წამალს იკეთებს ან სამსახური ვერ ნახა გარეთ ბოდიალებს ან რაღაცა კრიმინალურ ამბავშია გახვეული ვერ მუშაობს რა გარეთ გამოდის და იცავს იმ ხელისუფლებას რომელმაც ემიგრაციაში განუდევნა ცოლი ემიგრაციაში განუდევნა სხვათა შორის რუსთავში სპორტულ დარბაზში ვარჯიშობდი და ეგ ერთი ძალიან კეთილსინდისიერი კაცი დადიოდა და ბევრს საუბრობთ ამას და იმ კაცმა მითხრა რომ რუსთავშიო არ არსებობს ოჯახი რომ ყველგან ხო ეგრეა მაგრამ ნუ რუსთავშიო განსაკუთრებით არისო რა რომ არ არსებობს ოჯახი საიდანაც ქალბატონი არ იყოს გასული ემიგრაციაში არ არსებობსო ძმაო მაგათი ოჯახის წევრი კაცებიო მთელი დღის განმავლობაში ესე იგი დგანან ქართული ოცნების აგიტაციას ეწევიან რაღაცა გახვრეტილი აქვს ბოთლი ხან მოწია ბავშვების დასანახად ეგ ნახე რა ცალკე უბედურებაა რა პატარა ბავშვები 7-8 წლის ბავშვი გამოდის ეგრეთ წოდებულ ფანჩატურში დაკიდებული პლასმას რაღაცა გახვრეტილი და იქიდან მოწევს რაღაცა იმას იდამს რა ქვია მე წამალზე იჩალიჩებს რაღაცაზე იჩალიჩებს არ უნდა ჩალიჩი ხო მარკეტივით აქვს აი ყველაფერი ხელმისაწვდომია და დავასრულებ რა ნახე ხელმისაწვდომია და ამ დროს მისი ცოლი წელზე ფეხს იდგამს რომ ამას გამოუგზავნოს 300 евро ეს წამოწოლილია პულტი თავიდა სახში გადართო გადმორთო ჩამოვიდა ეს მოწია მე ვიღაცას ეუბნება რომ ოცნებას მიეციხმა ერთი რამე მინდა კიდევ თქვა ბიჭო ხო შეიძლება რომ შეიგნო ეს დედა აფეთქებული ესე იგი რას გეუნება ბიძინა და თავის ზარქუა და ალუდა რას გეუნება შენო დალპიო მანდო ფანჩატურშიო პლასმასი გახვრეტე იქიდან მოწიეო მე 30 ლარიანი ნაგავი გაიკეთე და მე აბუდაბიში წავალო ძმაო და ფლოსტები აბუდაბაში არ იყო დუბაიში არ წავიდა კაცი ფლოსტები დრო დაბოდიალებდა ქუჩა კვარაცელი ზარქუა მუნდა იარო სადღაცა დუბაიში აბუდაბიში წავიდეს ძმაო კაი ჭამოს კაისოს და ამ შტერებს ბიჭო ამ შტერებს უყურე ამ შტერებს აბა ამბასადორში რო წავიდეს პირობითად ან კაჭრეთის იმაში კაჭრეთის ამბასადორში კი არ დაპატიჟებენ წამო ძმაო ჩვენი პური იქ არ დაპატიჟებენ აი იმიტომ რომ არ არის გამოსაჩენი იცის მაგას ეძახიან ცუდ საქმეზე აი ესეთ ბოდიში და ბოზურ საქმეზე ეძახიან რომ წადი ეხლა შენ გაეკიდე მაკა ჩიხლაძეს და მის ოპერატორს თავზე შეახტი და აი მაგაზე ეძახიან რა აი უკვე სხვა ჯგუფია ლევან ნახე ამათან ჯგუფი კი არა დაყოფილი აქვს რა მაღალი დონის და დაბალი დონის დუშაში მინდა რომ აღნიშნო რა დუშაში მომივიდა და არ დამოიწყდება ეს ხალხი რომ ნიღბები რო ეკეთათ რა და მარჯიელებით რო ახტებოდნენ ოპერატორებს მარჯიელები ბიჭო თავზე როგორ ახტებოდა ბიჭო მაგის დარაკაცი დედავატი როგორ შეიძლება ბიჭო საწერია რომელ ქართულს გეხვეწები ეკადრით ამოვიღოთ რა თავზე ახტებიან ოპერატორს და ბიჭო აი მას რა არის ქართველი და კაცური ქვია ბიჭო აი მარჯიელებით რო ახტება რა ვინ არის კოლ ცენტრები ვინ შექმნა ამ ქვეყანაში ხო მაგათმა
ხო და ამ კონცენტრიდან ფული ხო არის ამოსაღები. მორბენალი ხო გჭირდება, რომელიც მიადგება და ფულს გამოართვეს და მიიტანს პატრონთან. აი ეს ხალხია. ეგ დაჯგუფება. მე ამ დაჯგუფებას ბოდიშე ნაბიჭრები არიან, ბიჭო, იმ ბიჭსო თავზეში რის სიგულისთვის შეახდნენ, ძმაო, ვაფშე რატო აკეთებდნენ ამას? ეგ საწერია, რა დააშავა, ძმაო, ოპერატორი თავის საქმეს აკეთებს, თავზე რატო უნდა დაახტო? ერთი კაცი. რომელი აი საწერია, ქალაქურია, ქურდულია, კუჩურია, ბიჭურია, ადამიანი, საწერი პოლიტიკოს არის ეგ. ეგ რა არის? მაგათ უნდა ბიჭო, ეგ რა კრიმინალები კი არ არიან და მაგათ ისე, მაგათ უნდა უძახო ნაბიჭრები არიან, ძმაო. ეგენი არიან ნაბიჭრები. თუ არ არიან, მაშინ აი რანაირად იხსნება? ჯერ ქალს რო ხელს ურტყამ. მისდევ ნიღბიანი რა ქალს როგორ ურტყამ ბიჭო და მე იმ ახალგაზრდა კაცს წესიერკას ბიჭო თელი თავისი ცხოვრება თავისი შრომით რო შეაკ ოჯახში ფულ იმ ოპერატორ ბიჭს რატო უნდა თავზე რანაირად აღწევს ყველაზე მთავარი არ დაგვაკეთებს მაგას ამ ყველაფერს უყურებს პოლიცია პატრული აი ჩვენ რო გვიხარო მონაწილეობენ პატრული რო გვიხარო და შექმნა და როგორი განწყობა იყო ხალხს უყვარდა ენდობოდა საპატრულო პოლიციას ხო საამაყო იყო და მათ შორის ჩვენი მტერი ლაპარაკობდა რომ პატრული ისეთი მაგარი რაღაცა არისო რომ ჩვენ უნდა დავნერგოთ რუსეთში და არ დამინახე ეზახოთ ეხლა რას დაამსგავს ეს პატრული ხალხზე ძალადობენ და უყურებენ ბიჭო უყურებენ როგორც შანსი გაქვს შანსი კიდევ ჩარა ნახე რა ქნა რა ნახე რა ქნა მე ხო გითხარ ხო და მოიცა ცოტა რა არის ახლა ეს არ მომეწონა მე ხო და აი არ უნდა გამოგჩეს პოლიციის როლი რა ნახე წლების განმავლობაში ვინც არ შეეგუა კრიმინალთან დალაგებას პოლიციელებს გულისხმობ წამოვიდა სისტემიდან ფორმა გაიხადა აგე ბაბუნა ეგეთი არის კაცო ფორმა ხო ბაბუნა და უამრავი კეთილსინდისიერი ადამიანი ადგა ფორმა გაიხადა და წამოვიდა ხან ვინ დაურეკესო აგე გააჩერო ხან კარგად იყავი ვინც დარჩა ეს კრიმინალი ეს უბედურება ეს არაკაცობა სახეს შეიზელს და ნიღაბი გაიკეთა აი ამ ქოცური ნიღაბი გაიკეთა და ამ ქოცური ნიღბიდან უყურებს როგორ ძალადობენ ჟურნალისტებზე როგორ ძალადობენ ახალგაზრდებზე მსახიობებზე ყველაზე საუკეთესო ნაწილზე ჩვენი საზოგადოების და ამას პოლიცია უყურებს და აი არ დამოიწყდება მსახიობებზე რომ მოხდა თავდასხმა და როეუნება შენ ხო უყურებდიო ბიჭო რას აი რა პასუხი გასცა პოლიციელმა მოახდენთ რეაგირებას ითამაშე სეიაკე კი ვითამაშე ერთი პანჯი მკვდარი ყავს მკვდარი მყავს ქოცი მკვდარია ალბათ თუ გააცოცხლე დაშიდო ვერა მე ხო და პოლიციელებზეც უნდა თქვა რა ეხლა და ნახე პოლიციელები რო წავიდნენ იმ სტრუქტურებიდან რა ეს არ არის კაი ამბავი დგომი ტიპები ვინც იყვნენ ეს დანოშიკები ეგრეთ წოდებული ვინც იყვნენ ხო ვიღაცა ყავდა ცოტა ისეთი რა ბინძა ნათესავი რაღაცა და ეგ ტიპები მიიყვანეს პოლიციაში იმიტომ აქვს რა ეგეთი ლექსიკა ქუჩურ მენტალური ლექსიკა ვისაც ვიღაცასთან გაჩარხეს პოლიციელები გახდნენ ვინც ვერ გაჩარხა ისევ იმათთან და ოღონდ საარჩევნო ამბებში არიან ჩართულები და იქ იმაშვებია. როგორ წააგე ამას. ხო და სამყაური რო ეკეთა მოძულ ბიჭო ტიპი ახლა და პოლიცია რო ეწერა. ხო და ნახე რა. ელაპარაკი ახლა შეგვერგა რატო მოიცი რატო აღიერება ხოლმე ბაბუნას და ეს არ ვაღიარე. ეს დაუარეთ ვაუ ნახევარი მოი ზა ქურდულ ქუჩური ბაზარი რო გვაქვს ხალხი ლაპარაკობს და ისე ვერ გავიგე ვაუ დაელაპარაკი ახალს ხო ანუ ეს ხალხი არის მთავარი რაღაც მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო პანჯი დუ გემახსოვრე რა ვიხსენო რა ვქნა ბიძინა ივანიშვილმა რო თქვა რომ ეხაო კრიმინალი მოიმატებსო მაგრამ გაგებით მოიგეთ უნდა მოვეკიდოთ და 13 წელია გაგებით ეკიდება საზოგადოება ამასობაში ოჯახი არ არსებობს რომ მისი მთლიანობა არ იყოს დარღვეული რომ ერთი კაცი არ ყავდეს ემიგრაციაში ხო მართალი ხარ კაცო ყოველი მესამე ოჯახში არის უბედურება შესული ნარკოტიკის სახით. კი ბატონო, ეგრეა. და ყველაზე მთავარი 2023 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რა, ეს სტატისტიკა ხო გაყალბებულია. გახარიამ გააკეთა ისე რომ რეალურად ვერ გავიგებთ ქვეყანაში რა მდგომარეობა გვაქვს კრიმინალის თვალსაზრისით. მაგრამ ნახე რა ამოვიდა 23 წელს, რომ ვინც გააჩერა ნარკოტიკზე საპატრულო პოლიცია 5000-დან 4000 დაუდგინდა ნარკოტიკური ტრობა. ხო. ანუ 5000-დან
4,080% დაუდგიდა ნარკოტიკული თრობა. ანუ ეს რომ ავიღოთ ქვეყნის მასშტაბით ნიშნავს რომ ყოველი მესამე ქართველი არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ და შემდეგ როცა დაჭირდებათ არჩევნებზე მირეკავენ საარჩევნო უბანზე როცა დაჭირდებათ ყველაფერს დაავალებენ და ეს ტიპი მერე დგას და მათ შორის პოლიტიკოსებს სადარბაზოსთან უსაფრთხებიან, ოღონდ პოლიციის დავალებით, პოლიცია აძლევს ნაკოს, ეხა მოვა გია და თავში უნდა ჩაარტყა და მე გაიქეც და მე მოვალ და თუ იმან ხელი დაგარტყა, პრობლემა არა, იმას დავიჭერ. კი, ბაზარი არის, და აი ესეთი ბოდიში ამაზე რა, აი ესეთი ბოზური წესრიგი შექმნა YouTube-ზე ვარ და ბიძინა ივანიშვილმა. და ინკვიზიტორი, აი ყველაფერი რაც კი საზოგადოების სიკეთე არსებობდა ქვეყანაში, საზოგადოების სიკეთე რა, ჩვენ ხშირად ვაპარაკობთ მერიტოკრატიაზე რა, რომ აი ისწავლე ძმაო, გინდა სწავლა, ისწავლე, გინდა მუშაობა, შენი ცოდნით მიიღებ შესაბამის რა, საჯარო სამსახური გინდა, საჯარო სამსახურში დასაკვდები, კერძო სამსახური გინდა, კერძოში დასაკვდები. ეს მერიტოკრატია როგორც სისტემა მოკლა, ნეპოტიზმი, კრიმინალი, უბედურება გახადა ყოველდღიურობა. კი, გააგორე. საათი რომელია მითხარ ამასობაში? საათი ამასობაში პირველ წუთია 20 წუთი. დუშაში. ვერ გავიგე, მოიგო რა. წინ ვიყავი და მოიგო, ბიჭო. როდის ვიძახდი, რომ ივანიშვილი შემიტყუა ამ ლაპარაკს. ივანიშვილი არანაირ არჩევნებს დემოკრატიული წესით არ დათმობდა რა. იმიტომ რომ ხალხი ყავს, დარაზმული რა. აი, მოიცა რაღაცა უნდა მოგიყვე რა, ჩემ მეგობარმა მომიყვე ეგეთი რაღაცა, რომ ეს ძალიან მოწესრიგებული ბიჭია რა, შრომობს, მუშაობს და ყველა უბანში ეგრე ხდება პრინციპში. დორიჩარი, ახლა ოინი მოიგო ეს ხელი. მეორე ხელი. ხარი რომ ნელა ვიწყებ. წავაგე, მიდი. 1-0. 1-0. ხო და ძალიან გამაღიზიანა, რატომ მომიგო ბიჭო? ხო და უყურე, ანუ ამ ბიჭმა ხო მოკლედ რა მომიყვა ახლა ამ ბიჭმა რა? რა დღეში ჩააგდო, იმან რა ქვია, რა დღეში არის ხალხი ჩაყრილი რა? და მე ჩვენ სად ვწდებით მან კიდე იცი? ამ ადამიანებს ვაფშე ჩინურად რო ველაპარაკებთ, გეტყვი ხარ რა გულისხმობს? ესე იგი ამ ტიპმა მითხრა რომ ჩემიო მეზობელი მოვიდაო რა, ჩემი მეზობელი მოვიდაო და მითხრა რომ ის რა ქვია, შენო ხო ის გაქო რა ქვია, ქვემოთო იმათ უნდა თქვა რა, პადვალიო. ხო გაქო? ხო და ამ ტიპმა არც მახსოვდაო რომ პადვალი მქონდაო, რავი, არ ვიცი ხა, ბოლოს ოდის ვიყავი პადვალში ან ჩემი ოჯახისთან. და კი, მაგ პადვალი, გიხვეწებიო, არ შეგიძლიაო რომ ეს პადვალიო დაგვითმოო რა, უბნელი ტიპი მეუნებაო და ბიჭო, ვაფშე ასე ვერ მოვედიო რომ ეს პადვალი რა შეიძლება რომ დაჭირდეს კაცო და კითხეო რომ ვიფიქრე, ვირა ბიჭი შენახვა ამას არ დაჭირდება და ეს რაღაცას არ მოხუფავს და მაგისთვის არ ვთხოვს რა. რა გინდა ძმო, პადვალი რა გინდა? რა შეიძლება მიწის ქვეშ ორ სართულში ქვემოთ რა გჭირდება? ბიჭო, რა არისო იციო, რომ რაღაცას რომ ვიმაიმუნებთო რა, იქო დავდებთო კრესლოს რაღაცასო და ჩავტყდებითო რა, წამოწვებითო დღის განმავლობაშიო და გარეთ რაღა ფანჩატურში ვიждეო ვაგერო, მაინც ფაქტი ვიღაცამ გაიაროს გამოროს, აგერო პადვალში ვიქნებით. დავფიქრიო ბიჭო ცოტა ხანიო რა, გავისტუმრეო ცივი უვარითო რომ უთხარიო რომ არა და რა სისულელია და რაღაცა, მაგრამ ნახე თავარი რამეზე გადაირია, გაგიჟდა ეს კაცი. ესე იგი, ხალხი 21 საუკუნეში ბიჭო მთვარეზე დაფრინავს. აი რა ვიცი, იმ დღეს ვკითხულობდი, აგერ კალათბურთს უყურებდი დონჩიჩის აქ, იმაში 4 წელიწადში 418 მილიონი დოლარი უნდა აიღოს კალათბურთიდან რა. დაფრინავს ბიჭო ხალხი, რა ვიცი, რას არაკეთებს და ეს ტიპი ისე გაუბედურა, აი ბიძინას საქართველოში რა. რომ ზემოთაც აღარ უნდა სიარული. მიწის ქვეშ უნდა რომ ჩავიდეს. ზემოთაც აღარ უნდა, დედამიწაზე სიარული არ უნდა ბიჭო. ტიპს უნდა ახალგაზრდა ბიჭს, რა სამწუხაროა, ნახე. ოღონდ ეს კაცი, ვინც ესეთ დღეში ჩავარდა, ხელისუფლების თანამონაწილეობაც ხო დიდია. და რატო? ეკონომიკა არ არის, სამუშაო ადგილი არ არის, გულაობა მაგათთვის არ არის, ძმაო, ივენთი რო არის. ტიპი რო წავიდეს ივენთზე ხა სადღაც ხო? ზარქუა და ვიღაცა ალუდა და ესას თავის ივენთებზე დადიან, ძმაო, გულაობენ, მიდიან მოდენ. ეს ტიპი გულაობაზე როგორ წავა, ძმაო, ერთი კოქტეილი ღირს 60 ლარი. რა 60 ლარი სადიშოოს? ჯერ ორი ზახოდია 60. ხო, წარმოიდგე, ხო, მაგას ეგურჩევნია რა. ანუ ვერ გავიდა, გოგოსთან ერთად ვერ გავიდა. ზომბებად აქცია. ვერაფერი და ტიპი ჩადის მიწის ქვეშ. კაი რა, აი წარმოგიდგენია რა რეალობა დაუყენა. ზომბებად აქცია, ზომბებად. სიბნელეში ბიჭო. ნახე, დააზომბა ეს ხალხი, ლევან. დააზომბა, ზომბები არიან.
მოწყვეტილები არიან რეალობას რა. ანუ მორჩა ჩვეულებრივი ზომბი, აი სიბნელეში რო და და მორბის მერე არჩევნებს და მაგ პონტს იცავს. მიწის ქვეშ რო უნდა, მიწის ქვეშ რო სკამი უნდა. იმას იცავს ბიჭო და მორბის გიჟივი და შენც გეუბნება რა ნაციონალი ხარ ცუდი შენ ეუბნები არა განათდეს ქვეყანა გამოდი მაგ სიბნელიდან წამოდი შენ უნდა რაღაცა ფული უნდა გაშოვნინო იქნება კეთილდღეობა დედამიწაზე იარე და ის გეუბნება რა არ მინდა მე დედამიწაზე შენ ცუდი ხარ რაღაცა წამებელი ხარ ბიჭო კიდე მე ვარ წამებელი შეჩემა მიწის ქვეშ ჩადიხარო ორი სართულით ქვემოთ დედამიწაზე სიარული შენ არ გინდა და კიდე მე ვარ გეუბნები რომ არ გინდა ბიჭო რა გინდა პადუალში გარეთ გამოდი განვითარდი ევროპაში წადი ევროპაო არაო გვაგებას LGBT-აო ბიჭო სიგიჟე ძმაო არა ნახე ერთ შემთხვევა იყო რა ეხა ხო ყველა უბანში არის რა ეს ზომბების დაწყება და ავღელდი ცოტა ასე თუ ისე კომუნიკაცია მიწევს ამ ხალხთან ესმის და ეხა ვართ ისეც არ არიან ფიზიკურად რომ რაღაცა წინააღმდეგობა გაგიწიო ეგრეც არ არის რა. არც მაგის ძალა აქვს, არც შნო და მათ შორის არც უნდათ დაპირისპირება რა. დავალების გარეშე ხარ რატო აიდგები თავს. და ნახე მე რო შედიხარ კომუნიკაციაში, გინდა რომ რაღაცა ღირსება შეეხო, რომ აი ძმაო რუსეთი ცუდია და უკრაინის ომი იყო მაგალითი რა, აი ჭეშმარიტების მომენტი, რომ აი ხა ძმაო ამას ვეტყვი სიმართლეს, რომ აჰა ძმაო 2008 წელს აქ შემოვიდა და აგერ შევიდა ეხა უკრაინაში, ხო? და რა გააკეთა ქართულმა უცნებმა? დავალება მიუვიდა ამ ხალხს და ყველა ერთი და იგივე სიძახის. ზელენსკი ძმაო მასხარაა. ზელენსკი მასხარაა. ხო, ხო. რა უკნა უკრაინას? თვითონ ორი სართული დაანგრია უკრაინა. ზელენსკი მასხარა. უკრაინა დაანგრია ძმაო. აი ამას გაიგებ ყველა უბანში. ეს ზომბები დგანან, და ამბობენ რომ ზელენსკი არისო მასხარაო. ხო. და ელოდება 30 ლარიან ზახოც. ხო. და ზელენსკი მასხარა ქვეყანას რო იცავს. ხო და ეს ვინც მასთან კომუნიკაციაში შევა, ეუბნება რომ ზელენსკი მასხარაა, ევროპა აპიდარასტებს და რუსთაველზე ძმაო, კი ძმაო ახალგაზრდებს ცემენ, მაგრამ მაგათ უნდათ რომ აქ ძმაო ქორწინება იყოს რა. შეეძლოთ აგერ გეი ქორწინების დაკანონება უნდათ მაგს ასწავს. რო შედიხარ ამათთან დიალოგში, აი ითიშებიან. და მე ისევ თავიდან რთავენ. ზელენსკი მასხარაა. ევროპა აბიდარასებს. ნახე ბიჭო. ანუ ჩვეულებრივი რობოტები არიან. ჩვეულებრივი. ნახე ისე ეგ მაგარი თემა აქვს რა. ანუ მართლა ეგრეა რა. ერთ-ერთი ანუ ეს ხო გავიარეთ რა რაღაცა ნაციონალებიც მაო და ამ დროს სისტემა, სუსი, პოლიცია, ბოზობა, ყოველდღიური საქმის წესად იქციეს აი ჩვეულებრივად და ყველაზე ის რაც არის ბიჭო ამ ქურდებსაც ახალს უფუჭებენ ძმაო. მე ერთი მას ვერასდროს ვერ დავეწიე რა რომ ამ ქურდებმა არ შეიძლება რომ ამათზე რაღაცა ანუ ზომები არ უნდა გაატარონ რა ვიცი ვერ გავიგე ქურდებს ანუ ასაღებენ როგორც ბოზებს და ნასეთკებს ანუ ქურდულში ვიღაცას რა ქურდებისთვის რა არის რომ ამ ბევრი მიმდევარი ყავდეს ხო ხო თუ ქურდული თუ ბოზობა არის ქურდობა არ უნდა ვიღაცას პირობითად რა მაგ ნასეთკობის და განეცობის კეთება და ტიტუშკობა და რაღაცა და ამათმაც რაღაცა ეს ტიპები მე მგონი არ უნდა ისაჯო აი გლდანში რომ იმას რა ქვია იმას რომ მიუვარდნენ რა ქვია ეძგვერაძეს რომ მიუვარდნენ და ანუ ეგ სუსთან ერთად დაორგანიზდა ძმა ეგ ნორმალურია და მე გადაობა ეს ტიპები გარბიან ამერიკაში და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ ბიჭო აქ ძველი ბიჭო ნაცების საბუთები მაიცფეცრო და ნაციონალების საბუთები ეხა ანი ძახია რომ გეი ვარო და ვიდევნებიო ბიჭო წარმოიდგინე ლევან უფრო მეტი საფრანგეთში ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს და ეს ტიპები ჩალიჩობენ ნაცების საბუთს რომ იყვნენ ნაცების წევრები ნაციონალური მოძრაობის წევრები ამაზე ჩალიჩობენ საბუთებს აყალბებენ ანუ საბუთებს აყალბებენ იმიტომ რომ იქ რო ჩადიან იციან რომ ბიძინა ივანიშვილი ხა პირველი ვისაც დევნის ნაციონალური მოძრაობა რა
კი, რამდენია ნოდარ მელაძეს ქონდა აგერ შაბათში არ ქონდა კაცო ეს სამტრედიელი ტიპი ტიტუშკა რო გაიქცა და იქ პოლიტიკურ თავშესაფარს დედას გებიცები ყველაფერს გავაკეთებ რომ აი ყველა დონეზე ყველაფერს მივწერო მაგან ექსაბუთი ვერ აიღოს ბიჭო ყველაფერს გავაკეთებ ბიჭო მართლა რა უბედური ტიპი ჩვენ და ეს დაგვზდევდა ჟურნალისტებს ცემდა ნასეთკობდა განეცობდა და წავიდა გაიგე და ეხა ამერიკაში უნდა რომ ის ოპოზიციონერი ვიდევნებიო და პოლიტიკური თავშესაფარიო და აქ ჩვენ ვცემდა ბიჭო ანუ ვცემდა რა მოგვზდევდა რა რავი ეხა და ისე ამ იმას LGBT-ს და უნდა ვთქვა რა ბიჭო ანუ თავარი ამათი მუღამი რა არის რომ ზიას ხედან და აუ შენ LGBT იმათო ოპოზიციას LGBT უნდაო ბიჭო აი მართლა აი სულ გადაობ ხოლმე რა მაგაზე რასაც ვერ დააბრალებთ ნაციონალურ მოძრაობას LGBT პონტია რა ეხლა რა ვიცი ქოცევს მაგას მართლა დააბრალებთო მართლა ეგრეა რა თუ ვინმეს დედას გემოიცა რა დედას გებიცები ქალაქში ეხა ბიჭო პატარაა ეს ქალაქი გავიგე რომ სადღაცა ტელევიზორში არ დავდექი და არ მოვყევი მაგრამ შეგჭამე თავი ხო გადაგოჭამეს ტიპებმა რა და ეს LGBT პონტი არის მაგათი პონტი რა რო გადახედა ოცნებაში ბევრია ძმაო ეგეთი და მე ეგ თემაც ხო გავიარეთ არა იმედის პროპაგანდისტი რუხაძის შვილი რო მაგს ღმერთმა გაუმარჯოს კაცო ა ჩემი საქმეა მაგრამ შენ რომ მე მივარდები ძმაო და რაღაცა 1000 სისულელეს რო იძახი ბიჭო შენ რანაირად მე რა ბიჭო მე რო რანაირად აი აქეთ რანაირად ლაპარაკობ აი სხვათა შორის რო ვთქვათ რომ ესე იმათ ვერ ლაპარაკ აი ზერეს პროპაგანდისტულად უბერავენ რა თორე ბიჭო მაგათან სავსეა ძმაო გადახედონ თავის რიგებს LGBT-ის მიმართულებით ძმაო მართლა სავსეა არა რა რას გემართლებიან რა უნდათ და ყველაზე მთავარი რა აი რას გემართლებიან ქურდულში ხო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ეკლესიურობა რელიგია და მე თვლი ჩემ თავს რელიგიურ ადამიანად და გამიგია რომ ბევრჯერ მოსულა და ქურდული სამყაროს წევრი გამختარა ბერი ან ეკლესიის მსახური მე მჯერა გარდაქმნის ადამიანს ხო სავლე იქცა პავლეთ და ნუ ეს ქრისტიანობა შეუძლია რწმენა შეუძლიაო რა და აი დაუწყებ მაგალითად აი ამ ზომბებს ლაპარაკს ეკლესიაზე რომ აი ძმაო გელათი ინგრევა სვეტიცხოველში წყალი ჩამოდის ღვთის მონასტერში ხვებით სურვა და შეიძლება ნანგრევებად იქცეს და ამ დროს კიდე უამრავი თემა რომელიც ეხება ეკლესიას მაგრამ იცი რა შეუნება პროპაგანდა ძმაო ნაცები ეკლესიას ანკრებდნენ ხო და ნაცები ეკლესია ამასობაში აბსოლუტურად ყველა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი ნაციონალური მოძრაობის აღსდგა და მათ შორის ბაგრატი რა ეხლა ქუთაისი კრიმინალური თვალსაზრისით თავარი ქალაქია ხო ეს სუბკულტურა თუ სადმე არის ქუთაისში არის აი ქუთაისელი კაცი რო ხარ მორწმუნე თან აი ქურდული გაგების რო ნახე რომ ბაგრატი აღსდგა და დღეს ხედავ რომ გელათში წყალი ჩადის ფრესკები ნადგურდება ერთი მეფე ყავს ისეთი რომელიც არის სოფლიო დონის და მისი აი ეს ნაკვალევი იშლება და შენ ამას უყურებ და კიდე გაიძახი ნაციონალებიო ბიჭო გააგორე ხო არა სწორს ლაპარაკობს ვერ შეიძლება და ნახე ბიძინაზე რო დაუწყებ ბიძინაზე რო დაუწყებ ლაპარაკს აუ ჩვენიანია ძმაო ზემოიმერელია რა გაგიკეთე ნახე კიდე რა მინდა რომ გითხრა არა საინტერესო რაღაცებს ლაპარაკობ და სწორად მივდივარ რა იდეაში ეხა მე აქ ნახე გარჩევები იქნება რომ ესე არა ძმაო ისია ხო აი ბოლოსკენ წავიდეთ რა და კიდე რა მინდა რომ ვიკითხო რა ეს ტიპები ხო ნუ ეგენი გავიარეთ ეხა ამა თავიანთ სახელები დავარქვით რაღაცეები და აი რაღაცა მაინც რა ეს ბიჭურ პონტიდან რო იყურებიან ხოლმე და მე ყველაზე მეტად რაზე მწყდება გული რა 18-19 წლის ბიჭები ჩაყარეს ციხეში არაფრის გამო რა არაფრის გამო ბავშვები ყავთ ციხეში გამოკეტილი მსახიობები რიგითი მოქალაქე პატრიოტები აი თავისი ქვეყნის პატრიოტები ჩაყარეს ციხეში ყველა მისის რომ არაფრის გამოსხედან ბიჭო 18-19 წლის ბიჭების ხედან რომ სახელმწიფო გადატრიალებაო რაღაცა სრულ სიგიჟეებს იგონებენ ამ დროს არც ერთ ტიპს ანუ ქოცი რატო არის ქოცობა რატოა დავადოთ თუ რატოა იცი ერთ კაც რო ვიძახი კიდე ხმამა ერთ კაც ტრაკი არისო ქართული ოცნების პარლამენტიდან აი ბიჭო მოჭიდავეები რო არიან იქ მაგრამ წყდება გული სპორტსმენები რო არიან არა მარტო მოჭიდავეები
იმიტომ რომ ბიჭო, ღამეები გვითენებია რომ მაგათმა რომ რაღაცა მედალი აიღეს, საქართველოს ასახელეს, რამაგრები არიან, ბიჭო, გვიტირია, ცრემლი წამოგსვლია მაგათ გამარჯვებაზე. და ღმერთმა გაუმარჯოს ყველას, ვისაც ერთხელ საქართველოს უსახელებია. მაგრამ ბიჭო, 18-19 20 წლის ბიჭები რო ციხეში არიან ჩაყრილები. შენ ამაზე კაცურ პონტში მაინც როგორი უტრაკო უნდა იყო, რომ ერთი სიტყვა არა თქვა, რომ ხალხო ეს არ არის სწორი რა, ან მეორე. ახალგაზრდა ბიჭებს თავპირს რო ალეწავდნენ, აწამებდნენ ქუჩაში, ეს მარბიელი ტიპები, ნიღბიანი სასტავი. შენ რო თუ კაცი გქვია, ერთი წინადადება, ბიჭო, როგორ არ უნდა თქვა, რომ აბა ეხა ზარქუა რო ხმის ამომღები არ არის, ბიჭო, მაგაზე ხო 200 არ არსებობს. ზარქუას და ალუდა ღუდუშაურს თუ რაგვარი, ალუდა რაგვარია, ღუდუშაურია, ხო თუ რა. ალუდას და მათიკაშვილებს და ყობა, ეს ხალხი ხო თითო სიბინძურია, ბიჭო, ამადგან შენ მინ სპორტზე ვიზეც ტაში დამიკრია და გული შემტკივა, იმ ტაშის დაკვრის მერე ერთი მოლოდინი რომ იქნებ ერთი სიტყვა მაინც თქვან, რომ 18-19 წლის ბიჭები, მოდი, იქნება არ უნდა იჯდნენ ციხეში რა. ან იქნება ეს ბავშვები, ბიჭო, გას რო უგდებ, ნაცებს, ნაბეგვს, კიდე იმაში, რა ქვია, პოლიციის მანქანაში გუდავ, აწამებ, არა ადამიანურად, არა ქრისტიანულად, არა კაცურად ექცევი. ერთი სიტყვა რა გახდა და მე ისა, რა ქვია, ლაშა, ამაც ძმაო კაცობაზე, ქართველობაზე აქვს პრეტენზია და გეტყვი, აქით აქვს პროპაგანდა, რომ იცი რა, ძმაო, ქართველობას, ვინ რა ქართველობას, ბიჭო, ქართველობის წარსულო არ არის, რადგან ვილაპარაკ თავზე იხტუნავეს, აგერ ბავშვები ციხეში, ეგერ ხალხი ნაწამები, ამას რო არ ამბობს ის კაცი ადამიანი რა, ის ჩემ თვალში კაცი არ არის, ძმაო. კაცი არ არის, ტაშის დამიკრია თქო, მიცრემლი წამოსვლია მაგათ გამარჯვებაზე. ტაში ჟუანტელსაც დაულია, მაგრამ არ არის, თუ ეგრე არ არის, აი რავი, ჩვენი მაყურებელი ხო არის. რავი, დაწერეთ, აბა ძმაო, კომენტარში გითხარით რა, რომ ეგრე კი არა, ესია. აი 18-იც, აქ ხო არის მაგალითად, რომ პოლიტიკოსია ხაბეიშვილი და არ მოგწონს პირობითა და დაიჭირეს. კარგი, არა მოიღე ხმა. გავიგე, ძმაო, კი ბატონო, იყავი ჩუმად. ანატოლი გიგაური რო ციხეში ზის, ბიჭო, ანდრო ჭიჭინაძე რო ციხეში ზის. ცეცხლაძე რო ციხეში ზის, ბავშვები რო საბაცხვიტარიძე რო ციხეში ზის. რატო? ან აი, კიკნაძე. ნია ამაღლობელი რო ციხეში ზის, ბიჭო. კაცი არა ხარ. გამოდი ერთ წინადადება თქვი რა. თუ არასწორად ბაზრობთ, აი ჩვენ პოდკასტ როგორც გვია, თუ არასწორად ბაზრობთ, თქვი მოიწერეთ, მაგრამ არ არის რა სწორი რა. ან რო უყურებ აი კიკნაძეს რა, პოლიტპატიმარი, ახალგაზრდა ბიჭი. როგორ დგას, როგორ ისცავს ღირსებას, არა მარტო თავის ღირსებას, არამედ მთელი ქართული საზოგადოების ღირსებას რა. აი ამას რო უყურებ და პარლამენტში რო ზიხარ და ამ პარლამენტს რო არავინ პარლამენტს არ უწოდებს, არც შიგნით, არც გარეთ. უბრალოდ ხო უნდა მიხვდე რომ შენი ოქრო, რომელიც გულზე გეკიდა და ყველა ტაშ გიკრავდით, 30 ვერცხლად გადაცვალე, ძმაო. ქრისტიანობას გაყიდე, სამშობლოს გაყიდე, პატრიოტიზმზე უარი თქვი და აირჩე რა, ფული აირჩე. აი ქართული ოცნების წარმომადგენლებს ხშირად ახასიათებთ, რომ აი მოსწონთ დათა თუთაშხია, როგორც ნაწარმოები, ხშირად საუბრობენ ამაზე და მან არის ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი რა, რომ უბედურება ის კი არ არის, რომ მესროლეო, ფულის გამო რო აკეთებ ამას და მესროლეო, ეს არისო ყველაზე დიდი უბედურება. თუ რო გჯეროდეს დასასაკეთებლად, იმიტომ რომ მეკიდე ხო? მთელი საკოცეთი. იმიტომ უპირისპირდება ქართველ ხალხს. არა იმიტომ რომ რუსეთის ჯერა, ლევან. აი ესენი არ არიან იდეურად რუსები. ამათ უბრალოდ ფული უყვართ. ზუსტად ეგრეა. ბიძინა არის ფულის გამო პუტინთან. ხო. ჩვენი ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური პარლამენტის წევრები არიან ბიძინასთან ფულისთვის და საცოდავი ხალხი ეგრეთ წოდებული ქუჩის ბიჭები იმდენად დაამცირეს, რომ შესვეს 30 ლარიან წამალზე და ამ 30 ლარიანი წამლის გამო უარი ათქმევინეს ღირსებაზე, პატიოსნებაზე და ქვეყნის სიყვარულზე. გააგორი დროც, გაგვექცათ რომ გაგვექცათ. და ეხლა უყურებ. ლენე ძალიან? რამდენი ხანია? საათი? აი ამ ხელს მოუგებ და ვამთავრებ. და ეხლა ყველაზე ბიჭო, ვერ გავაჩერე კაცი ძმა. ცოტა ხანი ვაიუნე. ბაიქსა მე მომიკალი ხო? აბა რა, დრეებს დამაშობს, ვერ გავიგე. არ უყურებს თამაშს და მატყუებს რაღაცეებს. ხო და ერთი მნიშვნელოვანი კიდე რა, რომ აი საბას ხვიტარიძის ამბავი რა. კაცმა თქვა, რომ დამიჭირესო მამაჩემთან ერთად, მითხრეს, რომ დაკითხვაზე უნდა წამოყვეს. წამოყვე, მე მომიტაცისო.
ზესტაფონი და მომიტაცეს. გზაში გაუპატიურებით მემუქრებოდნენ. ამიყვანესო მე-4 სართულზე მცემესო, მერვეზე ავიყვან თბილისის მთავარ სამმართველოში. მერვეზე მცემესო, ჩამომიყვანეს ისევ მე-5-ზე მცემესო. ყვება დეტალურად ვინ, როგორ, რანაირად, ყველაფერს ყვება. და საბას ხვიტარიძის სასამართლო პროცესზე არა მხოლოდ არ აღიარებენ, რომ არა ადამიანები არიან და კაცი აწამეს. არამედ მისი სასამართლო პროცესი აქციეს ახალი დაკავებების ადგილად და კიდე ახალგაზრდებს აკავებენ. სხვათა შორის ერთმა ჩემმა მეზობელმა ძმაო, ძალიან კაი კაცია რა. ხო და თვითონ ისეთი ტიპია თან რატო წავაგე კაცო რა გინდა ვერ გავიგე. არა მგონია, მე მგონი რომ პირიქით. ხო და კორჩე ამ ჩემმა მეზობელმა თავისი დაკვირვება გამიზიარა, მითხრა რომ მეო შენო ეხაო აქო უბანზეო დაკვირვება მინდა გაგიზიაროო და აი მეთქი უთხარი და მომიყვა ესეთი რაღაცა. მომისმინე ძმაო, არჩევნები რომ მოვიდაო და მაგალითადო თქვენო გამოხვედითო და თქვითო რომ ისო რა ქვია ლაპარაკობთო რა ტელევიზორშიო და გისმენთო ეხლა და ესენიც ხო გისმენენო ეს ტიპები კოცები ხო ამა თავიანთ ენაზე ლაპარაკებიან რა თქვენო რო ველაპარაკებით ამათო მაგალითადო ბლოკჩეინიო რო ეუნებიო მე უთხარით რომ რაღაცა Google-ის ოფისი უნდა გადმოვიტანოთო აქო საქართველოშიო გაიგე და რაღაცებს ეუნებით რომ აი ჩვენ სამუშაო ადგილებს შევქმნით რაღაცა ის მოყვავს აქ რა ვიცი რაღაცა იგო Google-ის ოფისი უნდა გაიხსნას საქართველოში და მორჩა რა აი დაგასაქმე ხო და რო ჩამოვედიო აქო რა და არა და მე მომეწონა კარგია რაღაცა ჭკვიანი ტიპია რა განათლებული ტიპია რო ჩამოვედიო ხა ამათან ერთ აწუთი რო დავდექიო მივხვდიო რომ მაგრაცდებითო რა რატომ მეთქი იმიტომ რომ ქონდაო ლაპარაკიო ტიპებიო საკუთარ თავს ვერ ხედავენო რა Google-იო ბიჭო რა ფიქრობს რომ ეხა ხო უპონტოთ არისო და კოდს ელოდება რომ რაღაცა გახრეტილი ბოთლი მიწეს რომ მოწიოს და 30 ლარი რომ რაღაცა წამალზე იჩალიჩოს ხო? ან მაგ დიჟენიაშია და გაუბედურებულია. და აქეთ ვიღაცა ტიპი ელაპარაკებაო ისეთ რაღაცა სამსახურებზე რომ თვითონ ვერ ერგებაო, ანუ რავე, ვერ დაინახა საკუთარი თავი და ფიქრობს რომ ეხლა ხო უპონტოთ ვარ და უბედურებაში ვარ. ესენი რომ მოვლე კიდე უფრო უბედური ვიქნები რა. იმიტომ რომ ჩემ მე სად ვარო აქო? ანუ მე როგორ ვიმუშავებ Google-ში ვერ ვიმუშავებ, ძმო. ტიპმა ეხლა რა Google-ში 2 სართულით პადვალში ჩადიოდა კაცი და Google-ში რანაირად იმუშავებს. ანუ თავის თავს ვერ ხედავსო რა. ამიტომ მაგათან საკომუნიკაციო ენა არ გვაქვს და კოცებმა და ეს დაიმარტო ხელეს თან მარტივად ამრავლებენ რა. თუ 2-ია, ის 2 აფუჭებს 2-ს, მე 4 აფუჭებს 4-ს, მე 8 აფუჭებს 8-ს, გაიგე? და მე შეიქმნა დიდი წრე რა. და ამ დროს ჩვენ ამ ტიპებს ველაპარაკებით რომ ბლოკჩეინი რაღაცა აი წეგალ მელიტოკრატიაო რო თქვი უნდა გამეჩერებინე. აი რას გაიგებს ახლა მაგან თუ შემოგხვდა აუჩი რას გძნობს ისი ეგ დროს რომ ჭვეს არ არის ჩემიანი რა. რა მელიტოკრატია კაცო აგერ დამელაპარაკე მებაზრე იმაზე რა ქვია. მებაზრე კაპტაგონი რაღაცა ისე აი თავის ენა ბრატ ხო რა რაღაცა. სამი კუში მითხარი. სამი კუში მითხარი. აი ეგ იცის და შენ ეუბნები რომ მეო წავალო ასო წავიდა ხაშურში რომ აქო მინის ქარხანა უნდა გავაკეთო თუ რაღაც ბოთლების ქარხანა უნდა გავაკეთო და ვერ წამოყვა ხაშურამდე რა იმიტომ რომ პადვალშია ჩასასვლელი ჯერ 2 სართული ქვემოთ ანუ ნახე საკომუნიკაციო არხი მაგ ხალხთან ვაფშე არ გვაქვს არა და ჩვენ ბიჭო კაი ხალხი ვართ გვინდა რომ მაგ ნაგავიდან ამოხვიდე მაგ წუმპიდან ამოხვიდე ძმაო და ნორმალურად იცხოვრო მინდა ბიჭო არ მინდა -2 სართულზე რო იარო რა რატო უნდა იარო ზარქუამ დუბაიში ბიჭო წადი შენ დაისვენე ვიღაცა მექსიკაში რატო უნდა და თუ ავის მალდივებზე რატო უნდა იგულაოს შენ წადი რა მაგრამ არა და ერთს კაი და დავამთავრებ მაგრამ ჯერ გიგებ ძალიან გამიცა ლენე გაგიჟდა ეგ ჯგუფი უნდა ამხილოს იმ ხალხმა, რომელსაც აქვს რეალური პრეტენზია იყოს ქურდული სამყაროს წევრი. მაგ ხალხმა უნდა ამხილოს. აი, მან გაგა შენა გვერდმა, გადაცემის შეჯამება. გადაცემის შეჯამება. როგორ მუშაობს ლევან, ხო? ხო, ვიღაცა უნდა შენ გინდა ქვეყნის ამშენებლობა. სწორია. ბიძინა ანგრევს ამ ქვეყანას და შენ ამხელ რომ ეს არის კორუმპირებული. მიმართე ქურდებს ახლა ძმაო, რომ ამხილონ ეს ნასეტკები რა. ერთ ისტორიას მოგიყვები რა, ჩემ სამეზობლოში ერთ ჩამოვედი და რაღაცაზე უთხარი რომ ის მეთქი ბიჭო ამოდი მეთქი რა გინდა მეთქი აი წამოაგერი ვარჯიშე რაღაცა დროს რატო კარგაო თელი დღე ცოტა გარემო გამოიცვალე მეთქი რა აი ეგეთი ტიპი რო არის იმასაც პადვალში რო უნდა ჩასვლა რა ხო და აიო რა ძმაო ეხაო შენო სად ვარჯიშობ მკითხა და მე უთხარი სადაც ვარჯიშობ რა ღირსო ეგო ხო და მე უთხარი რავი რა ღირს მეთქი და 150-200 ლარი რაღაცა ფიტპას რაღაცას იყიდი და ის არის რა
ივარჯიშებ გარემო კარგია რაღაცა და რა უთხარი მოეწონა რა ის კაი ადგილია ეგო კი ხო და არაო ძმაო აბო ისო რა ქვია ძვირია ეგო რა აბა 200-300 ლარი საიდან მოვიტანოო რა მე უთხარი ბიჭო დღეში ამდენი პაჭკა სიგარეტი გინდა მეთქი ორი პაჭკა სიგარეტი რა ღირს 8.5 ყის ყველაზე რა ავი რა სიგარეტი 16 ლარი ხო გინდა ორი პაჭკა სიგარეტში მე მთელ დღე რომ მოძრაო ძმაო ხალა ლუდი დალია რაღაცა დალია ლუდი რა ღირს ერთი ბოთლი ლუდი 4 ლარი 4 ლარი რაღაც. რა 20 ლარი უნდა რა. დღეში გამოვიდა 20 ლარი უნდა. თვის ბოლოს არის 600 ლარი. არ ვეწევი მე უთხარი, არ ვსვამ. ხოდა რა ვიცი, იმის მაგივრად აგერ შენი ვერ გარემოში ვარ და არ ჯიშობ რა. დაფიქსდა სხვათა შორის. დაფიქსდა. იმიტომ რომ შენ დაფიქსდა. რავი, ნორმალურად იცხოვრე თქო რა. ტიპებს ესე იგი თავაზოთ, რომ ნორმალურად იცხოვრე და არა კოცი უნდა რომელმაც მისცა ყველაფერი გაუბედურებისთვის რა. რომ გაუბედურდეს მაგისთვის კოცი რომ ყველაფერს აძლევს, ეგ მოსწონს. იაკე და ჩარი, აჰა, ვინ წააგო კი ვხედავ. შეიძლება მარზეც. ხო. მოგები და მაგრამ ბიჭო, წვილებს აგორებს ეს პანტაპუნდით. ვიტო დაიღალა შაში. ათამაშს უყურებ? ვიტო ადგას ამით. ისევ თამაშობ რომ შეიძლება გელაპარაკალაიამ ნარდი მაჩუკოს. უდად გაფის იმასაც არხეულია. მაგას ვია და ნახე რა, აი ნახე რა მომივიდა ბიჭო. ფანჯი მაგას ველოდებოდი რა. აჰა, აუ. ია განი გააგორა ბიჭო. ფანჯი დუ, აგე თუ მარსი არ წააგე. ვიტო ხედავ რუადექი როგორ გამიმართლა ეგრევე. ჯარისეო, ეს რა არის? არა, მარსი არ იქნება. მოიცა იქნება რატო ერთი წვილი მინდა კაცო რა გინდა? ერთი დუ იაკე, ფანჯი იაკე ითამაშე შენ. თუ არ არის ეგერ განახებ ერთი წვილი მინდა. ჩარი დუ იაკე. დუ იაკე გააგორა მართლა. ესე ვაი, ვაი გადარჩი? სო, მეგობრებო, ერთ-ერთი. მოკლედ მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის. დღეისათვის სულ ეს იყო ჩვენი ქურდულ ქუჩური ბაზარი. გამოიწერეთ ჩვენი არხი ხაბეს პოდკასტი, აი აქ. აბრეშუმის გზა, მნიშვნელოვანია გააქტიუროთ ზალის ღილაკი და ასევე მნიშვნელოვანია კომენტარებში დაწეროთ ჩვენი პოზიცია ქურდულ ქუჩურათაც გიპასუხებთ თუ საჭირო იყო. რა თქმა უნდა ხუმრობით, მადლობა.